ირანის რეაქცია აშშ-ს საზღვაო ქვეითების ახლო აღმოსავლეთში ჩასვლაზე 2026 წლის 30 მარტს უფრო პირდაპირი გახდა. თეირანმა მხოლოდ სიტყვებით არ უპასუხა. რეჟიმმა ოფიციალური მუქარით ვაშინგტონის მოთხოვნების საჯარო უარყოფით ჰორმუზის სრუტეზე ზეწოლის შენარჩუნებით და ისრაელისა და სპარსეთის ყურის ენერგეტიკულ და სამრეწველო ობიექტებზე ახალი თავდასხმებით უპასუხა. ირანის გაფრთხილებას თან ახლდა კონკრეტული ქმედებები და არა მხოლოდ უბრალო რიტორიკა. ის, რაც ირანმა რეალურად გააკეთა პირველ რიგში, იყო თავისი ოფიციალური პოზიციის გამკაცრება. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი სამშვიდობო წინადადება იყო გადაჭარბებული, არა რეალისტური და არა ლოგიკური. ამავე დროს მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკული ჯარების ჩამოსვლა სახმელეთო შეჭრის ნიშნად შეაფასა და განაცხადა Associated Press-ისა და ირანის სახელმწიფო მედიის მიხედვით, რომ ირანული ძალები ელოდებოდნენ ამერიკელი ჯარისკაცების შესვლას ირანის ტერიტორიაზე. ანუ დაარტყან ასევე მათ რეგიონულ პარტნიორებსაც. ანუ ირანმა უპასუხა და მკაფიოდ განაცხადა, რომ სამხედრო ძალების გაძლიერებას პირდაპირ მუქარად აღიქვამს. მეორეც, ირანმა სამხედრო ზეწოლა შეინარჩუნა, სანამ საზღვაო ქვეითები ჩამოდიოდნენ. პრაქტიკაში ეს ასე გამოჩნდა. 29 მარტს ინდუსტრიულ ზონას ნეო-დროავში, ბეერშევასთან ახლოს ირანული რაკეტა ან მისი ჩამოგდების ნამსხვრევები დაეცა. ადგილზე ქიმიური და სამრეწველო ქარხნებია განთავსებული და მეხანძრეებმა ტერიტორია იზოლირება მოახდინეს საშიში მასალების გამო. 30 მარტს კი ჰაიფას ნავთობგადამამუშავებელში ბენზინის აუზი და სამრეწველო შენობა დაზიანდა ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებით ახალი თავდასხმის დროს. ეს აჩვენებს, რომ ირანი მიზანში იღებს გრძნობიარე ინფრასტრუქტურას, რათა გაზარდოს ომის ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ღირებულებება. მესამე, თეირანმა გზავნილი ისრაელის ფარგლებს გარეთაც გააფართოვა. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესკალაციის იმავე ეტაპზე ირანმა დაარტყა ქუვეითის ელექტროსადგურსა და გამტკნარების ქარხანას. ამავე დროს საუდის არაბეთმა ჩაჭრა 5 რაკეტა, რომლებიც მის აღმოსავლეთ პროვინციას ესროლეს. ეს არის ნავთობისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი. ასევე მოხდა რაკეტების ჩაჭრა დუბაის თავზე. და კიდევ ერთი ირანული ბალისტიკური რაკეტა შევიდა თურქეთის საჰაერო სივრცეში, სანამ მას ნატოს თავდაცვამ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ჩამოაგდო, როიტერსის ინფორმაციით. ეს პასუხობს კითხვას, სად ხდება ეს რეაქცია? არა მხოლოდ ისრაელის ტერიტორიაზე, არამედ სპარსეთის ყურის მთელ სტრატეგიულ ზონასა და მის მიმდებარე რეგიონში. მეოთხე, ირანი აგრძელებს ჰორმუზის სრუტის გამოყენებას როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი. გაეროს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის გაგზავნილ განცხადებაში თეირანმა განაცხადა, რომ მხოლოდ არამტრულ გემებს შეუძლიათ სრუტის გადაკვეთა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის ხელისუფლებასთან შეათანხმებენ გადაადგილებას. იგივე განცხადება გამორიცხავს გემებს, რომლებიც დაკავშირებულია შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან ან იმის მონაწილეებთან, რასაც ირანი აგრესიას უწოდებს. ფაქტობრივად ეს ადასტურებს, რომ ირანის რეაქცია მოიცავს შერჩევით კონტროლს ნავიგაციაზე პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დერეფანში. ეს მხოლოდ სამხედრო მუქარა არ არის, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ენერგიაზე, ვაჭრობაზე და გლობალურ მომარაგებაზე. მეხუთედ, რეჟიმმა მიანიშნა, რომ შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს პოლიტიკური განხეთქილება. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პარლამენტი განიხილავს ბირთვული გაავრცელებლობის ხელშეკრულებიდან შესაძლო გამოსვლას. მესიჯი ნათელია. თუ ამერიკული სამხედრო ყოფნა ზრდას გააგრძელებს და ომი გაღრმავდება, ირანი შეიძლება ბირთვულ და დიპლომატიურ ველზეც უპასუხოს. ამერიკული მხრიდან საზღვაო ქვეითებისა და 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის ჯარისკაცების ჩამოსვლამ ვაშინგტონის შესაძლებლობები გააფართოვა. მათ შორის ოპერაციებისთვის ჰორმუზთან, კარგის კუნძულსა და ალუსთან, ირანის ტერიტორიაზე, როიტერსის მიხედვით. სწორედ ამიტომ იყო თეირანის რეაქცია ასეთი მკაცრი. რეჟიმმა გაიგო, რომ საქმე მხოლოდ თავდაცვით გაძლიერებას არ ეხება. ირანისთვის ამ სამხედრო მეზობლების ჩამოსვლა ომის უფრო აგრესიული ფაზის დაწყების გზას ხსნის. და რატომ? იმიტომ, რომ თეირანი სურს აჩვენოს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი სახმელეთო შეჭრისკენ რეგიონულ, ეკონომიკურ და სამხედრო პასუხს მიიღებს. ირანმა კონკრეტული ზომები მიიღო, რათა აჩვენოს, რომ ესკალაციის ფასის გაზრდას აპირებს.